ახალი დილა, ახალი ინფორმაცია, ახალი ამბები, ახალი პრესა. დაიწყე ახალი დილა იმედით. დილის 7 საათიდან 12 საათამდე. ენერგიული, ცოცხალი, ინფორმაციული, ხალისიანი, შემეცნებითი, აქტიური, პოზიტიური, კონტაქტური, მრავალფეროვანი დილის არხი. ყოველ სამუშაო დღეს, დილის 7 საათიდან დღის 12 საათამდე. ეს არის დილის არხი, რადიო იმედზე. დილის აქტუალური თემა. დილამშვიდობისა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ სტუდიაში მუშაობას განმოგრძობ ნინი ხუგაშვილი. გადაცემის ამ ნაწილში მთავარ და აქტუალურ საკითხად განვიხილავთ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გამოქვეყნებულ გლობალურ ანგარიშს, სადაც მთავარი გავლენები და გამოწვევები გახლავთ განხილული COVID-19-თან დაკავშირებით და ასევე ორგანიზაციას თავაზობს სახელმწიფოებს 6 პუნქტიან სამოქმედო გეგმას, რომელიც დაკარგული თაობების გლობალური მხარდაჭერისთვის არის შემუშავებული და შექმნილი. დეტალებზე ვრცლად ვისაუბრებთ მაია კურციკიძესთან, ის გახლავთ გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი. მოგესალმებით, ქალბატონო მაია. მოგესალმებით ნინი, მივესალმები რადიო მსმენელს, მადლობა მოწვევისთვის. მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. დავიწყოთ მთავარ თემაზე საუბარი და განვიხილოთ რა გავლენა აქვს COVID-19 ბავშვებზე და რას მოიცავს ის 6 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა სახელმწიფოებისთვის, რომელიც ეგრეთ წოდებული დაკარგული თაობების ასაცილებლად გლობალური მხარდაჭერისთვის გახლავთ შექმნილი და მოწოდებული სახელმწიფოებისთვის ძირითადი რეკომენდაციების სახით. პანდემიამ ძალიან მძიმე გავლენა მოახდინა ბავშვებზე, განსაკუთრებით იმ ბავშვებზე, რომლებიც ღარიბ და სოციალურად დაუცველ ოჯახებში ცხოვრობენ. ამიტომ გაეროს ბავშვთა ფონდი ამბობს, რომ კორონავირუსის კრიზისი ეს არის ბავშვის უფლებების კრიზისი უპირველეს ყოვლისა და პანდემიის დასაწყისში იყო გავრცელებული მითი, რომ ეს დაავადება არ ახდენდა მაინც გავლენას ბავშვებზე, ბავშვები არ ავადდებოდნენ, მაგრამ ეს ასე არ არის, როგორც ჩვენ ვნახეთ. ბავშვები ავადდებიან კორონავირუსით და 9 ინფიცირებულიდან მსოფლიოს ერთი არის ბავშვი, თუმცა ეს არ არის კიდევ ყველაზე დიდი საფრთხე, რომელს წინაშეც ბავშვები დგანან პანდემიის შედეგად. ამ პანდემიამ გამოიწვია შეფერხებები მთელ რიგ სასიცოცხლო მომსახურებებში, რომლებიც აუცილებელი იყო ბავშვების განათლებისა და განვითარებისათვის. და ამ პერიოდის განმავლობაში ბავშვები ვერ იღებდნენ ისეთ აუცილებელ სერვისებს, როგორიც არის განათლება, სოციალური დაცვა, ჯანდაცვა. ასევე ამ პანდემიის შედეგად გაიზარდა სიღარიბე და უთანასწორობა მთელ სოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც არის მელოდინი, რომ გაიზრდება სიღარიბე და უთანასწორობა. განსაკუთრებით შეფერხდა განათლების მიწოდება ბავშვებისათვის და მოგეხსენებათ, რომ სკოლები ძალიან ბევრ ქვეყანაში იყო დახურული და არის დახურული და ამან გავლენა მოახდინა ამ სკოლების შეფერხებამ და დახურვამ 91%-ზე ბავშვებისა და მათ განათლებაში სერიოზული შეფერხებები გამოიწვია. ასევე არის საქართველოშიც დახურულია ძალიან დიდი რაოდენობა სკოლებისა, ბავშვები ჩართული არიან დისტანციურ განათლებაში, მაგრამ სამწუხაროდ არიან ბავშვები, როგორც სოფლიოში, ასევე საქართველოში, რომელთაც არ აქვს საშუალება, რომ ჩაერთონ დისტანციურ განათლებაში, რადგანაც არ აქვს ინტერნეტი და არ აქვს ელექტრონული მოწყობილობები სახლში. საქართველოში ასეთი ბავშვების რაოდენობა არის დაახლოებით 50,400 და ჩვენ გასაგებია უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ბავშვებს ვერ ექნებოდათ საშუალება, რომ მიეღოთ განათლება. და აი ესე იგი მთელი წლის განმავლობაში, როდესაც ბავშვები ვერ იღებდნენ განათლებას, ხომ ხა შეუძლებელია ჩვენ ვისაუბროთ იმაზე, რომ ბავშვები ნორმალურად განვითარდებოდნენ, ხო, როდესაც ერთი წლის განმავლობაში მათ არ მიეწოდებათ აი ესეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის მომსახურება, როგორიც არის განათლება. ასე რომ აი ამ მთელი რიგი მომსახურებების ეთესმა შეფერხებულმა მიწოდებამ გააჩინა ის რისკი, რომ ჩვენ შეიძლება მივიღოთ მთელი თაობა COVID დაკარგული თაობა და ამიტომაც გაეროს ბავშვთა ფონდის ახალი ანგარიში სწორედ ამას ამბობს, რომ ეს არის COVID დაკარგული თაობა და ჩვენ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ აი ესეთი დაკარგული თაობის მიღება, ამისათვის აუცილებელია მთავრობებმა კონკრეტული ნაბიჯები გადადგან იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ დიდი ზარალი, რომელიც შეიძლება მიადგეს ბავშვებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს და ამიტომაც გამოაქვეყნა ეს პუნქტიანი გეგმა, რომელიც თქვენ ახსენეთ. და ამისათვის რა არის საჭირო? ამისათვის საჭირო არის, რომ უპირველეს ყოვლისა იმ საპასუხო ღონისძიებებში, რომელსაც მთავრობები მიმართავენ პანდემიასთან საბრძოლველად, პრიორიტეტი მიანიჭოს ბავშვებს და პრიორიტეტი მიანიჭოს ისეთ ოჯახებს, რომლებიც არიან სიღარიბეში და სოციალურად დაუცველი. განსაკუთრებით მათთვის იქნება მძიმე აი პანდემიის შედეგები. განსაკუთრებით მძიმე იქნება სწორად იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ასეთ ოჯახებში ცხოვრობენ.
ცხოვრობენ. ამიტომაც უპირველეს ყოვლისა არის აუცილებელი ამ სიღარიბის ზრდის შეჩერება მაქსიმალურად და აუცილებელი იქნება აი ამ ოჯახებისთვის რაღაც სოციალური დაცვის ეფექტიანი პაკეტების შეთავაზება და მათთვის იმ მომსახურებების მიწოდება, რომელიც მათ ჭირდებათ განვითარებისათვის და განათლებისათვის. ასევე აუცილებელი არის განათლების მიწოდებაში შეფერხებების აღმოფხვრა და აი იმ უთანასწორობის შემცირება, რომელიც უკავშირდება სწორედ იმას, რომ თქვა ნაწილი ბავშვების აიღებენ და ჩართული არიან დისტანციურ განათლებაში და ნაწილი ბავშვების არ არიან ჩართული დისტანციურ განათლებაში, აი ამ უთანასწორობის შემცირება, ამიტომ ყველა ბავშვს უნდა მიუწოდებოდეს ხელი ინტერნეტთან და ელექტრონულ მოწყობილობებთან. მე თავად ვარ ნამყოფი ოჯახებში, სადაც მაგალითად 5 ბავშვი იყო და ერთი მობილური ტელეფონი ჰქონდათ მათ და მოგხსენებათ რომ ვერ იქნებოდა შესაძლებელი რომ ამ 5-ვე ბავშვს ერთი მობილური ტელეფონით მიეღოთ განათლება და ჩართული ყოფილიყვნენ დისტანციურ განათლებაში. ამიტომ მნიშვნელოვანი არის რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს საშუალება ჩაერთოს დისტანციურ განათლებაში, სადაც ეს საჭიროა და თუ არა, მაშინ თქვა სკოლები იყოს უსაფრთხო გარემო შექმნილი. ასევე მნიშვნელოვანი არის წყლისა და სანიტარული ჰიგიენური პირობების შექმნა. საქართველოში ძალიან ბევრი ბავშვი არის, რომელსაც სახლში არ აქვს ადეკვატური სანიტარო-ჰიგიენური პირობები. 29800 ბავშვი არის, რომელსაც არ აქვს ნორმალური პირობები სახლში და პანდემიის შედეგად დამატებითი რისკები იქმნება ამ ბავშვებისთვის. ასევე მენტალური ჯანმრთელობა ბავშვების ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ძალიან დიდი სტრესის ქვეშ აღმოჩნდნენ როგორც ბავშვები, ასევე მათი ოჯახები და მნიშვნელოვანი არის რომ სახელმწიფომ კონკრეტული პროგრამები შეემუშაოს, რომელიც დაეხმარება როგორც ბავშვებს, ასევე მშობლებს სტრესთან გამკლავებაში, იმიტომ რომ ძალიან დიდი სტრესის წინაშე აღმოჩნდნენ მშობლებიც თავისთავად, იმიტომ რომ მშობლები აღმოჩნდნენ მოირგეს მშობლებმა სხვადასხვა როლი, ის იქნება მასწავლებლების როლი, თავად მშობლების, თავად მუშაობენ, ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ და მნიშვნელოვანია მშობლებისათვის იყოს გარკვეული პროგრამები, განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და ისეთი ბავშვები, რომელთაც ისედაც ეკუთვნოდნენ მოწყვლად ჯგუფს და დაუცველ ჯგუფს, აი მათთვის განსაკუთრებული შეფერხებები შეიქმნა ასევე ამ მომსახურებების მიწოდებაში, რომელიც აქამდე არსებობდა და ახლა უკვე ან ონლაინ გადავიდა, ან საერთოდ შეფერხდა. ასე რომ ძალიან ბევრი მიმართულებით შეიქმნა პრობლემები და მნიშვნელოვანი არის, რომ აი ეს პრობლემები მაქსიმალურად აღმოიფხვრას და მაქსიმალურად ბავშვებს მიეწოდებოდათ ის აუცილებელი დახმარება და მხარდაჭერა სახელმწიფოსაგან, რაც მათ ჭირდებათ განვითარებისათვის. ვიდრე გლობალური კუთხით აგისვამ შეკითხვას გავდმაე, მე მინდა გითხოთ, თქვენ საუბრობდით განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებზე, მათ შორის ელექტრონული მოწყობილობების არ ქონასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს და კონკრეტულ განათლების სამინისტროს, როდესაც ჩვენც ვსვამთ მსგავსი ტიპის შეკითხვებს, აქვს პასუხი, რომ ისინი სკოლებს დაწყებით კლასებშივე ურიგებენ ლუკებს იმისთვის, რომ გარკვეულწილად ეს ამ ტიპის პრობლემა იყოს აღმოფხვრილი. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით? და აქვე კითხავთ უკვე გლობალურ ჭრილში თქვენი საუბრეთ ანგარიშზე, რომელიც შეიქმნა მრავალი ქვეყნის გამოცდილების საფუძველზე ამ COVID პანდემიის პერიოდში და საინტერესოა, რამდენად არიან დღეს ქვეყნები მზადი იმისთვის, რომ როდესაც ხშირად ფიზიკური გადარჩენის საკითხებს ვებრძვიან და ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, ამ ძალიან მნიშვნელოვანი თემებისთვის გამონახონ დრო, რესურსი. რამდენად არის დღეს მზაობა ამისთვის? მადლობა, რაც შეეხება პირველ კითხვას, კი, რასაკვირველია, კონკრეტული ნაბიჯები იდგმება განათლების სამინისტროს მხრიდან განათლების მიწოდებასთან დაკავშირებით, მათ შორის დისტანციურ განათლებასთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც გითხარით, არიან ბავშვები საქართველოში, რომელსაც არ აქვთ ინტერნეტის სახლში და არ აქვთ ელექტრონული მოწყობილობების სახლში. ასეთი ბავშვი არის ძალიან ბევრი საქართველოში და ამიტომაც მნიშვნელოვანი არის ვიფიქროთ ჩვენ ამ ბავშვებზე, რომ მათაც არ მოვა ის განათლების უფლება, რომელიც მათ აქვთ და მათ უნდა ისინი უნდა ჩართული იყვნენ განათლებაში, ეს თავსახა, ეს არის ბავშვის ფუნდამენტალური უფლება. ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა ბავშვს მიუწოდებოდეს ხელი ინტერნეტზე და ელექტრონულ მოწყობილობებზე. რაც შეეხება გლობალურ ასე ვთქვათ გამოწვევას, კი, ძალიან მძიმე ზეგავლენა მოახდინა მთელ მსოფლიოში ბავშვებზე და ჩვენი ანგარიში ამბობს, რომ 150 მილიონი ბავშვი დამატებით ჩავარდა
სიღარიბეში სწორედ ამ COVID პანდემიის გამო. 91% ბავშვებისა შეექმნა შეფერხებები განათლებაში სწორედ ამ პანდემიის შედეგად. ასე რომ ეს მართლაც გლობალური გამოწვევა არის. ეს არის კვების დეფიციტის გაზრდა, ეს არის სიღარიბის გაზრდა, უთანასწორობის გაზრდა მთელს მსოფლიოში, სხვადასხვა ქვეყანაში და მთავრობები ახდენენ გარკვეული რესურსების მობილიზებას, რომ პანდემიას ებრძოლონ, ხომ ეს ხდება ყველა ქვეყანაში. მაგრამ სამწუხაროდ აი ეს დახმარებები, რომელსაც ისინი აგროვებენ ამ რესურსებს პანდემიასთან საბრძოლოდ ნაკლებად აღწევს ბავშვებამდე. და სწორედ გაეროს ბავშვთა ფონდი ამას ამბობს ამ გლობალურ ანგარიში, რომ მნიშვნელოვანი არის ეს დახმარებები ასევე აღწევდეს ბავშვებამდე და ასევე ხმარდებოდეს იმ საჭიროებების დაკმაყოფილებას, რომლებიც ბავშვების წინაშე დგას და იმ პრობლემების გადაჭრას, რომლებიც ბავშვების წინაშე დგას და მათთვის განათლების, სოციალური დაცვის და ჯანდაცვის მომსახურებების მიტოვება. სწორედ ამაზე არის ჩვენი ანგარიშიც, რომ ეს არის საჭირო იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ კოვიდის დაკარგული თაობის მიღება. უღრმესი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. დილის არხზე უსმენდით მაია ქურციკიძეს, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელს. მადლობა. ჩვენ საუბრობდით იმ გავლენებზე, რომელიც არის ბავშვებსა და მოზარდებზე COVID-19 პანდემიისზე გავლენით და იმ ძირითად 6 პუნქტიან სამოქმედო გეგმაზე, რომელიც არის გათვლილი გლობალურად სახელმწიფოებისთვის იმისთვის, რომ პანდემიის გავლენით ჩვენ არ მივიღოთ დაკარგული თაობა და მათი მხარდაჭერისთვის შექმნილი 6 პუნქტიანი მთავარი გეგმა განვიხილეთ დღეს დილის არხზე. გიხდით მადლობას ყურადღებისთვის. დილის არხი ამით დასრულებულია. ერთმანეთს უკვე დღის არხზე შევხვდებით სტუდიაში. მუშაობდი ნინი ხუგაშვილი. ახალი დილა, ახალი ინფორმაცია, ახალი ამბები, ახალი პრესა. დაიწყე ახალი დილა იმედით. დილის 7 საათიდან 12 საათამდე. ენერგიული, ცოცხალი, ინფორმაციული, ხალისიანი, შემეცნებითი, აქტიური, პოზიტიური, კონტაქტური, მრავალფეროვანი დილის არხი. ყოველ სამუშაო დღეს, დილის 7 საათიდან დღის 12 საათამდე. ეს არის დილის არხი, რადიო იმედზე.